ჩემი გადაცემის შემდეგი სტუმრები გახლავთ სტუდია ბემბის პატარა აღსაზრდელები სიმღერით არ დადაგები. ნილა შერმადინი, ნენე ნონიკაშვილი და ევგენია პეპანაშვილი. გამარჯობა გოგონებო, მოგესალმებით. გამარჯობა. დღეს თქვენ ასრულებთ სიმღერას არ დადაგები. ვიცი რომ ბაღი დასრულდა და თქვენ დასასვენებლად გაეშურებით ალბათ, ხო? სად ისვენებთ ხოლმე გოგონებო, მოდი ვუთხრათ ჩემს პატარა მაღლურებს. სოფელში. კარგით, ჩვენს პატარებს მოდი ვუამბოთ, როგორ ატარებთ არ დადაგებს. ევგენია, მოდი შენით დავიწყოთ. სად მიდიხარ ხოლმე დასასვენებლად? სოფელში. სოფელში ვინ გვხვდება? ნათელა ბებო. ნათელა ბებო, მოვიკითხოთ ჩვენი ბებიკო და ვქნიეხელი ბებიკოს. გამარჯობა ბებო. პატარებს მოუყვეთ, შენ როგორ ერთობი სოფელში? იქ ალბათ ბევრი მეგობრები გყავს. დიახ. აბა მოგვიყევი, როგორია შენი სოფელი? კარგი. ასე ბებიცა. კი ბებიც აქვს სახლს. აბა მოდი მოგვიყევი, რას აკეთებთ ხოლმე შენ და ბებო იქ? ციცილები და ინდაურები ყავს ჩემ ბებოს. ეხმარები ხოლმე ბებოს მოვლაში? დიახ. საკეს ვხდი. მე ვიცი რომ თხაც გყავთ სოფელში. დიახ. და თხის რძე თუ დაგილევიათ? თხის რძე დაგვილევი. ბებო გასწევს ხოლმე. დიახ. ჩვენთან სოფელში ბევრი მაყლიჩქები მიდის. და მაყლის საკრიფად დადიხართ? დიახ. და მე რას ამზადებს ხოლმე ბებო მაყლით? კამპოტს და მურაბას. მე ძალიან მიყვარს მაყლის კრეფა სხვათა შორის, იმიტომ რომ საკუთარი ხელით დაკრეფილი სულ სხვა, ხო და მეთანხმებით. კიდევ რა ხილი გაქვთ სოფელში? მარწყვის. ესე იგი ბებიკოს ძალიან დამხმარე გოგონები ყავს. ბებოს ეხმარები ხოლმე საბჭმელში. ვადაგებ ხოლმე. აბა მითხარი ბებო ყველაზე გემრიელად რას გიკეთებს? მიმზადებს, ხაჭაპურებს, ნამთხრებს, ტორტებს და პიცას. მოდი მითხარი მდინარე თუ გაქვს სოფელში? მდინარე არის ჩვენთან სოფელში. და რას აკეთებთ ხოლმე? მდინარეზე ჩადიხართ ალბათ, ჭუმპალაობთ. ჭუმპალაობთ თან. ცურავ. წუწავთ კიდეც. ნენე, როგორ ატარებს ზაფხულს არ დადაგებს? მოდი მოუყვეთ ჩვენს პატარებს. მე მივდივარ სოფელში. შენ სოფელში ისვენებ ბებიკოსთან და ბაბუასთან ერთად, ხო? ეზოში გვაქვს იქ ვანავთ, წუწავთ მეგობრებთან ერთად. საქანელებიც არის ჩვენ სოფელში. და კატაობთ ხოლმე ერთად, ალბათ ბურთითაც თამაშობთ, ხო? და კარგი მითხარი, აბა მდინარე თუ გაქვთ სოფელში, აი როგორც ევგენიასთან მაგალითად, ევგენიას სოფელში აქვს მდინარე. დიახ, გვაქვს მდინარე. მამიკოსთან ერთად მივდივართ ხოლმე მანქანით ვიდიხართ მდინარეზე. პიკნიკს ხო აწყობთ იქ მდინარეზე? და რას გიგზადებთ ბებიკო? ხაჭაპურებს, ნამცხრებს, ტორტებს და პიცას. და ბუტერბროდებს ამზადებს ხოლმე. ბუტერბროდებიც მიგაქვთ. და მითხარი როგორ ერთობით მერე მდინარეზე? ფეხებს ვისველებთ, წუწავთ ხოლმე და კენჭებს ვისვით. მეც მიყვარდა ბავშვობაში ასე გართობა. ნილა, ჩემო საყვარელო, მოდი შენ გვიამბე, როგორ ერთობი, როგორ ატარებ ზაფხულს? ალბათ შენი მეგობრები ბაღში ძალიან მოგენატრებიან, ხო? დიახ. სოფელში როგორ ერთობით? სოფელში მარიტად თამაშობ. მარიტასთან თამაშობ? ვინ არის მარიტა? ჩემი ბიძაშვილი. კიდევ რას თამაშობთ ხოლმე? საქონელზე თამაშობთ, დრეში ფუნთი თამაშობთ. ესასვას ფუნთით. ვის ეხმარები ხოლმე პიცის წყობაში? ნინოს. მოდი მოვიკითხო ჩემი ნინო დედიკო, უთხარი დედიკო, ძალიან მიყვარხარ დედიკო. დედიკო, ძალიან მიყვარხარ. მე ვიცი რომ თქვენ გქონდათ სულ ახლახანს კონცერტი. მიამბეთ თქვენი სიახლეების შესახებ. ჩვენ ახლა კონცერტები გქონდა და ბევრი სიმღერები ვიმღერე. მერე მაყურებლისგან ალბათ ბევრი აპლოდისმენტები დაიმსახურეთ, ხო? იყო ბევრი ტაში. ყვავილები მომართვეს და ბევრი ფოტო გადავიღეთ. ძალიან კარგი საყვარელო. ნენე, შენ რას გვეტყვი? მე ვიცი რომ შენ სოლისტი გოგო ხარ და ძალიან ბევრი სიმღერები გაქვს. თუ აპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას? სექტემბერში ჩავწერთ. და ყველაზე მეტად შენი რეპერტუარი და რომელი სიმღერა გიყვარს? და თუნია მაჩუქეს. და კიდევ არ დადაგები. რომელსაც დღეს შეგისრულებთ.
ძალიან მიხარია გოგონებო, რომ ახალი სიმღერით მოხვედით. მინდა გისურვოთ ბედნიერი ზაფხული, ბედნიერი დასვენება და ნილა, გილოცავთ სადებიუტო ნაშრომს. დღეს პირველად ხარ ჩვენს გადაცემაში და იმედია მრავალჯერ შევხვდებით ერთმანეთს. ახლა კი ჩვენი პატარები ნახავენ სტუდია ბემბის სიმღერას არ დადაგები. Heavy